ესე ექცევიან აქ ის არაფერში შემოწირი ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება აუტიზმის შესახებ ბოლო წლებში გაიზარდა, ჯერ კიდევ არსებობს შემთხვევები, როცა საჯარო თუ გასართობ სივრცეებში ადამიანებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან. ბავშვზე მეუბნება, რომ ვაფშე თუ ეგეთიაო, თუ აუტისტიაო, ვაფშე რატომ მოიყვანო? ანუ არ ასწავლით აქ ბავშვების მიდგომას? არ იციან. ანუ ეგეთ ბავშვს ეგ უნდა მითხრას, რომ თუ ეგეთია რატომ მოყავსო? და ლაპარაკი რო არის ის არ მოვიყვანო? სპეციალისტების თქმით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ ქცევები და რიტუალები, რომელიც მათ ემოციური რეგულაციისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარებათ. სწორედ ამიტომ დაუშვებელია მკვეთრი ჩარევა, რადგან ამან შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ბავშვის პირადი სივრცის დაცვა. პირველი არის ამის გაცნობიერება, რომ მოვლენ განსხვავებული ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ საუბარი, რომელსაც შეკითხვას რო დაუსვან, შეიძლება ვერ გიპასუხონ შენ და შეკითხვაზე პასუხი ვერ გაგცენ, ისე როგორც შენ ელოდებოდი. არ ნიშნავს, რომ თუ ხედავს სხვანაირ ადამიანს, იმ ადამიანს რაღაცა უნდა გაუკეთო, აუცილებლად უნდა ვიმოქმედო, ხო? პირიქით, ანუ მოქმედება ხშირად ნიშნავს იმას, რომ შევამჩნიო, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები, სხვანაირად მოქმედებენ და მიმღებლობა მქონდეს ამის. სპეციალისტები ხას უსვამენ იმასაც, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ყოველთვის თვალსაჩინო ნიშნებით არ გამოირჩევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ისწავლოს არა სწრაფი შეფასება, არამედ მოთმინება და ემპათია. ექსპერტების შეფასებით, ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით საჭიროა იმ სივრცეებში, სადაც ბავშვები ყოველდღიურად დადიან. ამ ბავშვების მიმართ არაფრის გაკეთება არ გვჭირდება, პირიქით ჩვენ გვჭირდება რაღაცები გავაკეთოთ, რომ ხელი არ შეუშალოთ და არ დაუმატოთ სტრესი და არ გაუწვავოთ ისედაც გასულებული ცხოვრება აი ამ სამყაროში, სადაც ძირითადად ყველაფერი მორგებული არის იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ორი ფეხი, რომლებსაც შეუძლიათ საუბარი, ანუ რომელსაც შეუძლიათ გადაადგილება და რომელსაც შეუძლიათ საუბარი ქართულ ენაზე. ფსიქოლოგების თქმით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საზოგადოებაში ყოფნა გამოწვევა არ უნდა იყოს. გარემო უნდა იყოს ისეთი, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.